თქვენი мама ერთი ჩვეულებრივი, როგორც ამბობენ, კვალიფიციური ექიმი იყო, თქვენი დედა ასევე ერთი ჩვეულებრივი მეცნიერ მუშაკი იყო. ხოლო თქვენი ძმები ასევე არანაირ ბიზნეს და სხვა ტიპის რაიმე შემოსავლეს არ ფლობდნენ. დღეს თქვენ ხართ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში. თქვენ ფლობთ და აკონტროლებ ხართ. აკონტროლებ ნავთობის და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებს საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობთ მედია მაგნატ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, რომელიც თქვენ კლასელზე გაქვს გაფორმებული. თქვენი мама არის საქართველოში ყველა ბალნეოლოგიური კურორტის ფლობელი, ხოლო თქვენი დედის საკუთრებაშია უმსხვილესი ბიზნესი, უმაღლესი განათლების სფეროში. ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოფილი გპ-ის. ბატონო ჯონდეს. მაშინ დრო დამიმატონ. არა, კი, დაგიმატებენ. არა, მეტი რაღაცა მათქვევით. მამა ჩემი ბალნეოლოგიის ფლობელი არ არის, მაგრამ დირექტორი ნამდვილად არის, აქვედან არის 300 მეტრში. ტალახში გორაობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა. მაგრამ ისეთი შეურაცხყოფა არ მოგიყენები, აბა რას აკეთებ ბოლოსაბი ბაბა. ისეთი მაგარი ტალახია. აქედან გთხოვთ ბანდატურებით წამყვებიან, გავამზადებიან კარგ აბაზანას, ჩაგაწვენენ ბოლომდე ტალახში, ოღონდ ნამდვილად ხარისხიაში და კარგად დაგზილავენ როგორც საჭიროა და გაგიulis ყველა ეს ფანტაზია თავიდან ბოლომდე. ეს არის თქვენი ძილობა. ეს არის თქვენი ტაქტი. ჯერ გამოგზავნდით და აქედან იწევლებოდით, რომ საავადმყოფოებში უნდა დაწვეთ ყველა ოპოზიციონერი, ვის არ მეთანხმებით და აი ახლა თქვენ ტოვებთ დარბაზს. ეს არის თქვენი ტაქტი და მოთმინება ოპოზიციას და სიმართლის მოსმენის. ბატონებო, ახლა მაყურებელს ვეუბნები, პრეზიდენტმა დატოვა პროტესტის ნიშნად დარბაზი. ბატონებო, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მთელი ეს ქონება, ამ ქონების დიდი ნაწილი დაგროვებულია პრეზიდენტის განკარგულებებით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება პირდაპირ გადადიოდა პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრთა მფლობელობაში. სამუშაო და ბიზნესი არის მხოლოდ ხელისუფლების წევრთა პრივილეგია. ნუ ყვირი ხართ.